ნინო დოლიძე უნდა შემოგვიერთდეს პარტია დროას წარმომადგენელი, უნდა ვისაუბროთ აი ამ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ვაღიარო კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ალბათ ბევრი არ გაგვახსენდება გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფალი იღებს და ადამიანი არ არსებობს ქვეყანაში, რომელსაც ის სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია. მე მჯერა, რომ არც ერთი ადამიანი არ არსებობს გულწრფელად, რომელსაც გონია, რომ ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის სწორი გადაწყვეტილება. ნინო დილამშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დილამშვიდობა. მე მინდა რომ პირველ რიგში აი სხვა შორის მე გამოვიყენებ თქვენს სტუმრობას და მივესალმები ელენე ხოშტარია. სულ მინდა რომ ელენეს მივესალმო და მინდა რომ ერთად მივესალმოთ ელენეს, რომელიც დარწმუნებულია რომ ჩვენი მაყურებელია ახლა და დაკვირვებით. იმედია გვიყურებს. კი, სულ გვიყურებს ხოლმე. რაღაცა პერიოდი არ ვიცი დაზიანდა რაღაც და არ ქონდა წვდომა ხო ვერ უყურებდა ტელევიზორს რამდენიმე დღე დითოულობის დროს და ეხლა იმედია ყველაფერი აღდგა. ნინო როგორ ხედავთ თქვენ აი გუშტილ გადაწყვეტილებას? ერთი ყველაფერს ხომ აქვს თავისი ფორმა, შინაარსი. ორი ასწლოვანი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ რექტორებმა გაიგეს წინასაღამოს სატელეფონო სარით და ესე იგი ეს გამოაცხადა ვინმე გივი მიქანაძემ. ანუ არც ჩაითვალა საჭიროდ, რომ რა ვიცი პრემიერ-მინისტრი უწოდებს საკუთარ თავს, ის ადამიანი გამოსულიყო და ესეთი რაღაცა ექნა. რაც დაიწყო ჯავახიშვილმა, უნდა დაამთავროს გივი მიქანაძემ. თურმე აი ეს ყოფილა ეს ქვეყანა სულ. თქვენ როგორ უყურებთ ამ ის რომ პასუხისგებლობის აღება მათ არ სურთ არაფერზე. ეს არ არის გასაკვირი. მე არც ის არ გამიკვირდება ეს რეფორმა, როდესაც ჩავარდება, მოტრიალდნენ და თქვენ რომ ოპოზიციის გაკეთებული იყო ეს გაერთიანება. აბსოლუტურად არ გამიკვირდება, რომ ძალიან ბევრ რაღაცას შეაკეთებენ ასე, მაგრამ თქვენ მართალი ხართ, ეს არის ორი ყველაზე ძველი უნივერსიტეტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მაშინ თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაზე ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძის პერიოდიდან იყო სულ ბრძოლა, მიმართვა, მაშინ მეფისნაცვალი იყო, მეფისნაცვლის მიმართ და მაშინაც აი მამების თაობამ არ მისცა საშუალება ილია ჭავჭავაძის თაობას, რომ უნივერსიტეტი გახსნილიყო და გაიხსნა საარტილერიო სასწავლებელი. იმპერატორისთვის უნდა ეთხოვნათ და იმპერატორისთვის უნდა ეთხოვნათ და ეს ერთი თხოვნის უფლება ქონდათ ეს ერთი თხოვნა საარტილერიო სასწავლებელზე დახარჯეს, ასე ვთქვათ, ხო? და შემდეგ უკვე როდესაც ეს რაღაც ოცნება ასრულდა, ძალიან სიმბოლურია, რომ უნივერსიტეტს ყავს 12 დამფუძნებელი, რომ ეს ყველაფერი არის იმდენად საკრალური ქართველებისთვის. მე თვითონ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ და ჩემ თაობაში, ну, რა ვიცი, მესამედი ჩემი თაობის არიან უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მეორე მესამედი ტექნიკური უნივერსიტეტის და ასევე იყო სამედიცინო და ну სახელმწიფო სფეროც თავისთავად, ხო? ძირითადად აი ეს სამი კერა იყო, ასე ვთქვათ, განათლების, ხო? სულ რომ ეს იყოს არაჩვეულებრივი, კარგი იდეა, ეფექტური, ეფექტიანი, რომ მას მართლა მოქონდეს განათლების ხარისხის ზრდა და ასე შემდეგ და სამწუხაროდ ასეთი პოსტებით შემხვდა მე რომ რა არის ამაში პრობლემა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი ორი ამხელა სხეულის, ამხელა ცოცხალი ორგანიზმის გაერთიანებას აკეთებენ არ ვიცი, ერთკვირიანი გადაწყვეტილების ფარგლებში. თუნდაც დეკემბრიდან გადაეწყვიტათ ეს, ხო? სტრატეგია როგორ უნდა დასახო, როდესაც ორი კომპანია ერთიანდება თუნდაც, რომლებსაც პასუხისმგებლობა აქვს მხოლოდ თავისი მფლობელების წინაშე, ხო? იქ არის მთელი სტრატეგიული გეგმა, ეტაპები, ფაზები, შეფასების კრიტერიუმები, მიზნები, ეს ყოფილი დაიწეროს, უნდა იყოს ჩართულობა, თანამშრომლობა, მთელი პროცესია ეს. ეს ყოფილი კეთდება აი ესე. მოდი გავაერთიანოთ, აი ვნახოთ რა გამოვა, ეხა არ გვჭირდება ხა ტექნიკური უნივერსიტეტი და იმასაც დავარქვათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვითომ ამითი გული მოიგეს თესეულების, რომ ჯავახიშვილის სახელი რჩება, ხო? მაგრამ ტექნიკური უნივერსიტეტის ხალხი ძალიან შეურაცხყოფილი და გაბრაზებული. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცას ის უფრო მოწონს, ან ეს უფრო მოწონს. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ შენს იდენტობას გართმევენ, ხო? ხა რა ვიცი, ისტორიაში ყოფილა ეს, რომ მაგალითად ჩვენ ვიყავით ამიერკავკასიის რესპუბლიკა, ხო, გაერთიანებულები, ჩვენ სომხეთი და აზერბაიჯანი და ალბათ ესეც იყო რაღაც, რომ იდენტობა ქონდა წართმეული და ალბათ სომხები და აზერბაიჯანელები უფრო გაბრაზებულები იყვნენ, იმიტომ რომ ცენტრი თბილისში იყო, ხო? ანუ ესეთი ისტორიული მაგალითები ვიცით, მაგრამ არც ერთი არ გაგრძელებულა დიდხანს, მაგრამ სამწუხაროდ აი ეს უნივერსიტეტების ამბავი და უნივერსიტეტების ცხოვრება გადაჯაჭვულია ჩვენ ახალგაზრდების მომავალზე და ცხოვრებაზე და სულ ვიმეორებ ამას, რომ ასეთ ჩარევას განათლების სისტემაში ისეთი გრძელვადიანი შედეგები მოყვება, რომლებიც შეიძლება დღეს და ხვალ ვერც კი დავინახოთ. მაგრამ 10 წელიწადში, 5 წელიწადში ეს ყველაფერი ისეთი თვალსაჩინო გახდება, რომ ამასთან ბრძოლა უკვე იქნება ძალიან დაგვიანებული და ძალიან ბევრი რაღაცის შეცვლა მოგვიწევს იმისთვის, რომ აი რაღაცა ეს უარყოფითი გავლენები აღმოუფხრათ. ხო, არა, ეს თან мотиваცია ხო, თავარ мотиваციად რა ჩანს.
იმიტომ რომ რთულია ამოიკითხო რა შეიძლება იყოს ჯერტი რაც თქვეს რომ საერთაშორისო რეიტინგებში გაუმჯობესდება ამ დიდი უნივერსიტეტის ადგილიო ანუ ჯერ ისედაც ჩვენ პარაზიტირებთ ჩვენს წარსულზე ამ გაგებით იმიტომ რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი რეიტინგები სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით მომდინარეობს იქიდან რომ დიმიტრი უზნაძეს ციტირებენ სადაც საჭიროა მის სფეროში ყველგან ან რა ვიცი მუსხელიშვილს ციტირებენ ყველგან მის სფეროში ხა ეს წარსულით მოვდივართ გავიგებ, მაგრამ ეს წარსული დავაჯამოთ და კიდე იმაზე პარაზიტირება გავაგრძელოთ, ეგრე გამოვა ჩვენ უნდა შევქმნათ, ხო? თუ გვინდა რომ რაღაცა ტიპით, რაღაც სახით წინ ვიყოთ, მაგრამ რა ლოგიკა შეიძლება იკითხებოდეს ამის უკან გარდა იმისა, რომ მათ წმინდა არითმეტიკულად ვერ შეძლეს იმის დალაგება, რაც თავიდან მიზნად დაისახეს, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. უბრალოდ ვერ გაყვეს ის, რაც ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდათ საერთო, ანუ ერთსაც ჰქონდა და მეორესაც ჰქონდა და გადაწყვეტეს რომ მოდი შევაერთოთ რომ ეს უფრო ნაკლებად კინაული იქნება ვიდრე ერთგან გაუქმება და მეორეგან დატოვება. კი ბატონო, კი ესეც არის, თქო, ლოგიკა, რომ თქო ის რაღაცა თავისი მიზნები, რაც იქ ჩამოწერეს ამ კონცეფციაში სრულად გაუგებარი საიდან მოიტანეს და ჯერ ისიც ასაცილო, როდესაც მიქანაძე იძახის, რომ ჩვენ კვლევებს ვეყრდნობოდით და ანალიზით ჩავატარეთ და ფუნქციური ანალიზი უნივერსიტეტების, ფაკულტეტების, ეს არის სულ ყველაფერი მტკნარი სიცრუე, იმიტომ რომ ჩვენ აკადემიურ პერსონალმა მთელი საქართველოს მასშტაბით ბევრი უნივერსიტეტიდან, თითქმის ყველა უნივერსიტეტიდან შევადგინეთ მოთხოვნა, ხელი მოვაწერეთ და მივმართეთ ამ წერილით განათლების სამინისტროს, რომ წარმოედგინათ ის კვლევები, რომელზეც დაყრდნობითაც მათ შეიმუშავეს განათლების კონცეფცია, რეფორმის კონცეფცია. დღემდე ჩვენ ამაზე პასუხი არ მიგვიღია. და მე ეჭვი მაქვს და ეს ეჭვი გამოითქვა თვითონ იმ ადამიანების მიერ, ვინც ამ რეფორმის კონცეფციის ანალიზი ჩაატარა, რომ პირდაპირ ამ აკადემიური პერსონალის წერილიდან აქვთ აღებული ჩამონათვალი იმის, ანუ რაც ჩვენ გამოვითხოვეთ კვლევები, ის ჩამოთვალა ცოტა უფრო შემცირებული სახით მიქანაძემ გუშინ, რომ ბაზრის კვლევა ჩატარებული აქვს ეკონომიკის სამინისტროს, მაგრამ ეს ჩატარდა, პერიოდულად ტარდება და რაღაცა დაახლოებით მონაცემები არის, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ არის რელევანტური პირდაპირ უმაღლესი განათლების დაგეგმვასთან და განხორციელებასთან. სამწუხაროდ ამასაც ძალიან ინტენსიურად იყენებს ქართული ოცნება და იყენებს აი ამ დემაგოგიისთვის, რომ ჩვენ გვინდა რომ განათლება მოვარგოთ ბაზარს. უმაღლესი განათლება ეს არის სოციალური სიკეთე, რომელიც მთელი ერისთვის არის ძალიან დიდი ბენეფიტების, ძალიან დიდი სარგებლის მომტანი. რატომ? იმიტომ რომ შენ რაც უფრო მეტი უმაღლესი განათლების მქონე ექიმი, პედაგოგი, ხო, მაღალი ხარისხის განათლების მქონე ექიმი და პედაგოგი გყავს, არქიტექტორი, ისტორიკოსი, ერი ამითი უფრო მეტად სარგებლობს და უფრო ხეირობს, ასე ვთქვა და მისი განვითარებისთვის, ანუ უმაღლესი განათლება მიღებული ადამიანები არა მარტო თავის კარიერაზე ზრუნავენ და თავის წინსვლაზე, არამედ მთლიანად ერისთვის არიან სასარგებლოები. მათ შორის მათთვისაც, ვინც არის დასაქმებული, ვთქვათ, საშუალო კვალიფიკაციის საჭიროების მქონე პოზიციებზე, დაბალი კვალიფიკაციის პოზიციებზე და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ამათ მას შეხედეს რაღაცა გაუგებარ ბაზრის კვლევას, რომელიც რაღაცა პორტალით აქვთ და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია არის. აქედან გამომდინარე აიღეს ეს მონაცემები და დაასკვეს, რომ მათ არ ჭირდებათ ამდენი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი, ჭირდებათ ახლა საშუალო კვალიფიკაციის მქონე ადამიანი და იმის მაგერად რომ დაბალი კვალიფიკაციის ადამიანებს გაუზარდო კვალიფიკაცია და აამაღლონ საშუალო და გადაწყვეტეს უფრო მარტივია, ხო, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი უფრო ადვილად დასაქმდება საშუალო კვალიფიკაციაზე. როგორც ახლა ბევრი იძახის ბოთლის მბერავად, ხო, ბოთლის მბერავი არ არის საშუალო კვალიფიკაცია, უფრო დაბალია კიდე. მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი, კონსულტანტად, რაღაც ესეთ საშუალო რგოლის თანამშრომელი. თავისთავად ისეთი აბსურდულია დღეს 21 საუკუნის მსოფლიოში. ატარებდე რაღაცა კვლევებს და ამის მიხედვით გეგმავდე შრომის ბაზრის კვლევას ატარებდე დღეს და ამის მიხედვით გეგმავდე 10 წლის მერე რა მოთხოვნება იქნება, რა პროფესიები იქნება, თან განსაკუთრებით 21 საუკუნეში რო ვახსენებ, კიდე 15 წლის წინ შეიძლება ვიღაცას გარშემო და ეს ინსტინქტები სულ იყო, რომ მოდი დავგეგმოთ რაღაცა პროფესიები გავაკეთოთ რა, დავწეროთ. დღეს ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებაში არავინ არ იცის რა იქნება 15 წლის შემდეგ. შარშან არ ვიცოდი, რომ ხელოვნური ინტელექტს ამდენი შესაძლებლობები ექნებოდა. იხვეწება თბილისში კი არა, თბილისში კი არა, მასაჩუსეტსის ტექნიკურ უნივერსიტეტში არ იცოდნენ რა მოყვებოდა, რა მოყვებოდა. და ჩვენ თურმე აქ ხა ეკონომიკის სამინისტროში ბაზრის კვლევას გააკეთებენ, ამის მიხედვით უნდა დავთვალოთ 15 წლის მერე რამდენი რა პროფესიის ადამიანი დაგვჭირდება. თან ისიც რა არის, თვითონ უნივერსიტეტები მუდმივად აკეთებენ ესეთ კვლევებს, ეს შეიძლება არ იყოს ისეთი მოცულობითი და ისეთი წარმომადგენლობითი რაოდენობრივი კვლევა, რომ
როგორც თქვათ, სასურველი იქნება, მაგრამ დამსაქმებლებთან ურთიერთობა უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის საქმიანობის და ხარისხის ცენტრი მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ როდესაც თქვათ ზრუნავს განვითარებაზე, ახალი ფაკულტეტების გახსნაზე, ახალი პროგრამების გახსნაზე, აი ეს დამსაქმებლების მოსაზრება ამაში იყოს ჩართული. და ხვდებიან თქვათ საჯარო სექტორის, კერძო სექტორის სხვადასხვა ტიპის დამსაქმებლებს, რა ტიპის კურსდამთავრებულის აყვანას ისურვებდნენ ისინი სამსახურში. ამის მიხედვითაც კორექტირდება თქვათ რა ახალი პროგრამები გაიხსნას. პლუს ამაზე ემატება რა თქმა უნდა უცხოური გამოცდილება და უცხოურ გამოცდილებას განსხვავებით მიქანაძისგან რეალურად აკეთებენ უნივერსიტეტები, სწავლობენ, პარტნიორები ყავთ. ეს ყველაფერი კეთდება რა თქმა უნდა იმის დამსახურებით, რომ უნივერსიტეტები ჩართულები არიან აი ამ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. პირველ რიგში ეს არის ერაზმუსის დამსახურება და ერაზმუსის ქოლგის ქვეშ ასე ვთქვათ არსებული კვლევითი პროექტების, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, ხო, რომლებითაც ჩვენ საშუალება გვაქვს რომ ვიცოდეთ არა მხოლოდ ის თქვათ რა აკეთდება საქართველოში და აღმოვაჩინოთ რომ თურმე ChatGPT არსებობს, არამედ აი თუნდაც მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში, თუნდაც ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ვიცოდეთ რა ხდება და მათთან თანამშრომლობის საშუალება გქონდეს. აი ეს რაღაცა გაუგებარი რეფორმა პლუს ამას დამატებული გრანტების შესახებ ცვლილებები შეტანილი კანონში ეს არის იცით როგორი კატასტროფულ პირობებში ჩაყენდება განათლების სისტემის რომ თქვენ წარმოიდგინეთ რომ აი კვლევარები რომლებიც დღეს მოგზაურობენ დადიან სხვადასხვა კონფერენციებზე იქ ხვდებიან თავის არაფერი არ შეცვლის პირად ურთიერთობებს, ხო, პირადი ნეტვორკინგის საშუალებას, ხო? საერთაშორისო კონფერენციებზე დადიან წელიწადში რამდენჯერმე და ამის საშუალება სხვადასხვა პროგრამებით და გრანტებით აქვთ არა მარტო ვთქვათ ისეთ კვლევარებს, რომლებიც მაღალი ციტირებადობით გამოირჩევიან და ვთქვათ ინდექსი აქვთ და ასე და ბეჭდავენ ესეთ ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ჟურნალებში, არამედ სტუდენტებს, დამწყებ კვლევარებს, ამის საშუალებას იძლევა ეს საერთაშორისო ურთიერთობები. და იქ უკვე გაცილებით უფრო ერთი კონფერენციაზე გატარებული 3 დღე დაახლოებით უდრის, არ ვიცი, 6 თვე სადიპლომო ნაშრომზე მუშაობის გამოცდილებას, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრ ახალს იგებ, ესწრები რაღაცა, ну, ძალიან მარტივია რომ შევყვედე მთელი გადაცემა აღწერო რა კარგია საერთაშორისო. აი ეს ყველაფერი იკეტება. ამას ხო არ ჭირდება მაინც და მაინც დიდი ეს ძალიან ბაზისური ცოდნა არის იმის შესახებ თუ უნივერსიტეტთან ქონია შეხება და კვლევასთან ქონია შეხება რა შედეგი მოაქვს და ამას სპობენ ახლა ხო? რა თქმა უნდა და თანაც აი ეს განმარტება რომელიც კანონში უწერიათ რომ პოლიტიკის შექმნა განხორციელება და შეცვლა თუ როგორ რაღაცა არის ზეგავლენის პოლიტიკა არ არის მხოლოდ პოლიტიკა როგორც ჩვენ ამას აღვიქვათ პოლიტიკური პარტიები და ხელისუფლება და ოპოზიცია და რაღაც ხო პოლიტიკა არის ნებისმიერი მიმართულება ნებისმიერი დარგი ეს არის ესე ვთქვათ პოლისი რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო მოსახლეობის ჩართულობით ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველი რომ მოსახლეობა უნდა ჩართული იყოს policy making პროცესში ანუ პოლიტიკის შექმნის პროცესში ხო პოლიტიკა არის მათ შორის როდესაც შენ გეგმავ როგორ ებრძოლო მაგალითად ისეთ ვირუსს როგორც იყო COVID ხო და ჩვენ ვიცით რომ თქვა ავტოკრატულ ქვეყნებში აკრძალეს COVID აი თურქმენეთში მაგალითად COVID იყო აკრძალული და ამით გადაჭრეს ეს პრობლემა ბელარუსში მაგალითად არ აღიარეს რომ COVID არსებობს და როდესაც აი ცალკეული თქვა ცოტა ისეთი აზრიანი მენეჯერები ფეხმძიმე ქალებს და მოხუცებს სამსახურებიდან უშვებდნენ სახლებში რომ აღარ იაროთ და ყველას უკვირდა რომ რატო კი მაგრამ არაფერი არ არის აი მე ისიც მახსენდება აი ესეთივე შეზღუდვები არსებობდა მაგალითად საბჭოთა კავშირში როდესაც ჩერნობილის აფეთქება მოხდა და როდესაც აჩვენებდნენ იქ აი თვითონ აი დაზიანების ზონაში მაცხოვრებელ ადამიანებს რომლებიც იძახდნენ რომ აი არაფერი არა მაქვს აი შეხედეთ მე არაფერი არ მჭირს იმიტომ რომ ეს ჩაკეტილობა ის რომ გარეთ ინფორმაცია არ გავიდეს ის რომ გარედან არაფერი არ შემოვიდეს და ამ ადამიანების ტვინში რაღაცა ეს ჟანგიანი მავთულები ნელ-ნელა არ დაიცალოს ამ ჟანგიდან არ დაიწყონ ადამიანებმა აზროვნება აი ეს იყო საბჭოთა მეცნიერების მიმართულება და ეს არის დღეს რასაც იყო ჩვენი სახელმწიფო ეს იყო რომ თქვა ისეთი სფეროები რომლებიც სახელმწიფოს ჭირდებოდა თუნდაც თქვა მაგალითად ბირთვული ფიზიკა ხო იყო საბჭოთა კავშირში ძალიან კარგი ბირთვული ფიზიკოსები ყავდა მაგრამ იმდენად ეს იყო გასაიდუმლოებული და იმდენად ისინი მუდმივად აი კგბ-ს მეთვალყურეობის ქვეშ არსებობდნენ რომ მათი ნებისმიერი კავშირი უცხოეთთან მათი ნებისმიერი გასვლა რაც აუცილებელი იყო ამ დარგის განვითარებისთვის ეს იყო აი ძალიან დიდ პრობლემებთან დაკავშირებული და იმასაც გაგახსენებთ რა მუხლით იჭერდნენ ძირითადად აკადემიის წარმომადგენლებს, პროფესორებს, მასწავლებლებს, კვლევარებს და მეცნიერებს. ხო, ეს იყო შპიონაჟი. იმიტომ რომ წარმოუდგენელია შენ ისე დაწერო სტატია, წარმოუდგენელი იყო სტალინის პერიოდში, წარმოუდგენელია დღეს მით უმეტეს, რომ არ გამოიყენო უცხოური წყარო.
რომ არ შეხვდე შენ კოლეგას და არ დაელაპარაკო, რომ მისი მონაცემები არ წამოიღო, ხო? აი ცოდნის მიმოწვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სხვა შორის საბჭოთა პერიოდს თუ ვახსენებ, თუ რამე გამოიწვია მათ შორის საბჭოთა კავშირის ასეთი ჩამორჩენა შემდგომ წლებში, გამოიწვია რომ მთელი წლები იყო განსაკუთრებით სტალინის მმართველობის დროს, როდესაც მთავარი წარმმართველი მეცნიერებები კიბერნეტიკა და გენეტიკა იყო საერთოდ აკრძალული. ხო, ანუ როცა სახელმწიფო ესე ერეოდა, რომ აი ამის კვლევა არ შეიძლება და ეს ანტისაბჭოთაა. არ შეიძლება იყო ის მეცნიერებები, რაც მათ სტრატეგიულად ჭირდებოდა. აი მარქსიზმის იმაში ასაც რაც იფუთებოდა, ის იყო დაშვებული, ხო? მეინათ მეცნიერებასაც კი, რა ვიცი, ნიკო მარია ხა დიქტაცია ჭირდებოდა შეიარაღების. ეს შეიარაღების ჭირდებოდათ, ხო? ძალიან გვიან დაძლეს რომ ენათ მეცნიერება დაბრუნდა კვლავ, თორემ ყველაფერი იდეოლოგიზირებული იყო, ყველაფერი იყო პოლიტიზირებული. აქეთკენ მივდივართ. ანუ აი ჩამორჩენა ამან გამოიწვია, ამის თქმა მინდოდა სწორედ. როცა მეცნიერებაში შემოდის პოლიტიკური ნება ასე, ხო? იქ ცოდნის კვლავწარმოება ვერ ხდება. რატო იყვნენ წინ ამერიკელები კომპიუტერებში და ყველაფერში სხვაში და რატო ჩამორჩნენ ესენი? იმიტომ რომ კიბერნეტიკა აკრძალული ქონდათ საერთოდ ათეული წლები. რომ საერთოდ ვინმე კიბერნეტიკაში ყოფილიყო. მე კი ვითომ ეცადნენ დაწევას და რაღაც სხვა შორის ბებეჩემი იყო ერთ-ერთი პირველი ვინც კიბერნეტიკაზე ჩააბარა მე მაგრამ ხო ანუ როცა პოლიტიკა ასე მართავს და განსაზღვრავს რომ ეს შეიძლება აკეთოს ახლა განათლების სისტემა და ეს შეიძლება არ აკეთოს ეს საბოლოო ჯამში იწვევს ჩამორჩენას. აი აუცილებელია როდესაც მეცნიერებაში ხარ, როდესაც ამ სფეროში ხარ, კითხვების დასმა. ხო აი კითხვების დასმა იყო აკრძალული. ყველაფერში მათ შორის ისტორიაშიც კითხვების დასმა იყო აკრძალული. და აი ყველაფერი განისაზღვრებოდა იქიდან რა არის საჭირო იდეოლოგიურად, ხო? აი სხვადასხვა ქართულ ოცნებას ახასიათებს და ვთქვათ მის წარმომადგენლებს ახასიათებს ეს რაღაცა. ჩაგვაწვეთებენ ხოლმე რაღაც თემას და მე ჯერ რომ წვავე რეაქცია არის, მე კიდე ეს ობერტონის ფანჯერის პრინციპით, ხო მე ნელ-ნელა კიდე ჩაგვაწვეთებენ, მე კიდე ჩაგვაწვეთებენ, მე ნელ-ნელა ეს ჯდება ჩვენში და მე უკვე პროტესტიც ნელდება. აი ხა მე მახსენდება ისტორიის სახელმძღვანელოზე რო იყო ატეხილი ამბავი თუ გახსოვთ, როდესაც შეიტანეს ბიძინა ივანიშვილი როგორც მეცენატი და მიშა სააკაშვილზე იყო რაღაც ერთი აბზაცი, რომ რაღაცა მთელი ესე იგი დაწყებული ვთქვათ უვიზო მიმოსვლიდან, რომელიც გასაგებია კი ქართული ოცნების პერიოდში იქნა მიღებული, მაგრამ დაიწყო ეს ყველაფერი როდიდან? მან შევარდნაძის წვლილიც მოსახსენიებელია, ბუნებრივია და მე უკვე რეალურად, როდესაც ევროკავშირმა ჩვენ დაგვინახა როგორც სახელმწიფო, ეს იყო ვარდების რევოლუციის მერე, ხო? აი ამ ყველაფერზე ნელ-ნელა ეს შეგვაპარეს, ნახეს, ამაზე ვიჩხუბეთ, ვიყვირეთ, თქვით რომ ამოიღეთ, არც ვიცი ამოიღეს თუ არა, რომ მეცენატია ბიძინა ივანიშვილი და მთელი ეს რაღაცა უზარმაზარი პარაგრაფი, ხო? ესეც ისტორიის დამახინჯება არის. მე უკვე წამოვიდა ის, რომ აი ერთხელ მაგალითად ადგა და ბოდიში მოიხადა აფხაზეთის და ოსეთის მოსახლეობის წინაშე, ამაზეც მწვავე რეაქცია ჰქონდა. ესეც იყო მოსამზადებელი იმისთვის, რომ მაგალითად ნელ-ნელა ესეც ეს საკითხიც გაიტანონ და ან ამოიღონ ეს მუხლი, ან დათმონ ეს ტერიტორიები, ან რაღაცა ამზადებენ სიტუაცია. იგივე არის აი ამ განათლების სფეროში. ყველაფერს ნელა-ნელა გვაპარებენ და დღეს უკვე აი ის რომ სკოლებში ვთქვათ იქნება ერთიანი სახელმძღვანელო, იმ ფონზე რაც გარშემო და ფორმები და მობილურების აკრძალვა. აღარ გვახსოვს, იმიტომ რომ იმდენი ახალი ამბავი ხდება, რომ დღეში ვერასწრებ კომენტირებას ერთი ამბის, როდესაც გეწევა მეორე და გაცილებით უფრო მწვავე. ორი მიმდინარე მთავარი ამბავი ახლა. ერთი ეს განათლების მმართველობა და ის იშლება, ხო? ყველაზე ხმამაღალი არის ტექნიკურ უნივერსიტეტს და TSU-ს გაერთიანება. მაგრამ იქ ხო კიდე უამრავი დეტალი არის, ჯოჯოხეთი ხდება, ხო? და მეორე კიდე გრანტების კანონი, სადაც ასევე უმცირეს დეტალებში არის ბოროტება შემალული. ეს არ არის უბრალოდ ერთი ამბავი, დეტალებში არის იქ ბოროტება დამალული და ძალიან რთულ დროს გვიწევს ნამდვილად ცხოვრება ამ გაგებით, მაგრამ ნინო თქვენ როგორც პოლიტიკოსი როგორ უყურებთ ამ წინააღმდეგობას, მათ შორის რომელთაც შეიძლება ამას დაუპირისპირდეს ჩვენი საზოგადოება? მე მგონია, რომ ეს წინააღმდეგობა ჩვენ გვიჭირავს ორი რამ ხელში, ხო? ეს არის გარედან არაღიარება და ეს არის წინააღმდეგობა შიგნით, ხო? მახსოვს, როცა იწყებოდა ეს პროცესი, მაშინ თქვით, რომ გარეთ სანქციები, შიგნით აქციები. ეს არის ჩვენი გამოსავალი. ნუ სანქციები ახლა შეიძლება უფრო განვაზოგადოთ, ხო? აი მაგალითად ის მოსკოვის მექანიზმი, რომელიც ეუთომ ქართული ოცნების მიმართ ჩართო, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არაღიარება გაგრძელდება. ბუნებრივია, რომ ევროპას და დასავლეთს უჭირს მუდმივად არსებულ სახელმწიფოსთან და მის დე ფაქტო ხელისუფლებასთან არაღიარების რეჟიმში ყოფნა. ხო, იქ არის უსაფრთხოების თემები, იქ არის საზღვრის დაცვის თემები, ძალიან ბევრი თემაა ისეთი, რომელთან მაინც გიწევს ურთიერთობა სახელმწიფოსთან. ამიტომ არაღიარება დისკომფორტულია მათთვის და აი ის რომ ეს არაღიარება შეინარჩუნონ, მოსკოვის მექანიზმი ამისთვის არის აბსოლუტურად შეუცვლელი და ძალიან მნიშვნელოვანი და მე თქვენი ეთერით ვისარგებლებ და ვიტყვი რომ აი სულ რომ მუდმივად ისმის ბრალდება როგორც არასამთავრობოების ესევე პოლიტიკური პარტიების მიერ რასაკეთებენ ერთიან მეორე
აი ეს ამ მექანიზმის ამოქმედება არის ძალიან დიდწილად ჩვენი პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობოების დამსახურება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით მონაცემები მოვაგრეთ, თქვენ ალბათ გახსოვთ, ჩვენმა კოალიციამ გააკეთა კიდეც პრესკონფერენცია, სადაც იყო ამ მონაცემებზე ლაპარაკი კამიტეს ქიმიური ნივთიერებით მოწამვლასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მივაწოდეთ მერე 11 ორგანიზაციას, საერთაშორისო ორგანიზაციას, სადაც პოლიტიკურ პარტიებს მიესწრება და არასამთავრობოებმა თავისი მხრივ მიაწოდეს იმათ, ვისაც მათ მიუწვდებათ ხელი და აი ამის შედეგი არის ეს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება. და ერთი სულ იმაზე მეცინება ხოლმე, რომ ქოცები ძალიან კარგად ხედავენ, რას ვაკეთებ ჩვენ და არასამთავრობოები. იმიტომ იჭერენ და იმიტომ მასშობენ შლიან. და სამწუხაროდ ჩვენი მომხრეები ამას ცოტა ისე უყურებენ ხოლმე, რომ რასაც ხელაღებით ხო და მადლობა ძალიან დიდი